ჩვენ ქართული ოცნებისგან განსხვავებით არ გვიყვარს რაღაცების გაყალბება. მე პატივს ვცემ სამეცნიერო მტკიცებულებას და შესაბამისად ჩემს თავს არ დავაყენებ იმ მდგომარეობაში, რომ რაღაც ფეიქები დამეწერა, ხო? მიკერძებული რო ყოფილიყავი, დავწერდი ბევრი ისეთ რამეს, რაც ვერ ვიპოვეთ. ეს კონსტანტინე ჩახუნაშვილია, ექიმი, პედიატრი, საპროტესტო მოძრაობა ჯიუტის წევრი და ერთ-ერთი ავტორი კვლევისა, რომელსაც BBC იყენებს წყაროდ მის ახლად გამოქვეყნებულ ფილმში, საგამოძიებო ფილმში საქართველოს შესახებ. ჩვენ ვიპოვნეთ ორი ადამიანი, რომელსაც ფილტვების წიმე დაზიანება ჰქონდა და უშუალოდ ამასთან არის კავშირში. BBC-ს ფილმის მიხედვით საქართველოს ხელისუფლებამ 2024 წლის ნოემბერსა და დეკემბერში საპროტესტო აქციების დროს სავარაუდოდ გამოიყენა სამხედრო ქიმიური დანიშნულების ნივთიერება კამიტი. ერთი კაცის გამო სიტყვაზე მართლა აშავებს რაღაცას და ავტომატის ჯერი რომ გადაატარო მთელ აქციას სიტყვაზე ეს ხო არასწორი იქნება. ქართული ოცნება ამბობს, რომ BBC-ს ამ ფილმის გამო უჩივლებს. ჩემი აზრით აქ რაღაცა კონკრეტული ჭკუა აღარავის აღარ მოეკითხება. ექიმ კონსტანტინე ჩახუნაშვილს კი იხსენიებს მიკერძოებულ პირად, რომელიც კანონსაწინააღმდეგო აქციებში მონაწილეობს. ერთი არის გათვლა ალბათ უშუალოდ ბრიტანელებზე რო არ დაასანქცირონ აუცნება და ოცნების წევრები და მეორე არის გათვლა რომ დააშინონ საზოგადოება რომ აი ვინმე თუ გადაწყვეტ რაღაცას დაგიჭერთ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა კი ორი მუხლით დაიწყო გამოძიება BBC-ს ფილმის გამოქვეყნების შემდეგ. პირდაპირ არ წერია, მაგრამ გულისხმობენ რომ ბრიტანეთი ჩვენთვის არის სრული სახელმწიფო და ეგ მე მგონი ნიშანდობლივი არის და მე მედი მაქვს რომ ამ განცხადებას უფრო მეტად მიაქცევენ ბრიტანელები ყურადღებას ვიდრე BBC-ს გამოძიებას. გამარჯობა კოტე. როგორ ხართ? კარგად. გრძელი დღე აღმოგაჩნდათ, ხო? კი. არ მოველოდი. ესე იგი დღეს ჩვენ ვლაპარაკობთ BBC-ს მიერ გამოქვეყნებულ გამოძიებაზე, რომლის თანახმადაც 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში სავარაუდოდ საქართველოს ხელისუფლებამ წყლის ჭაულში გაურია ერთ-ერთი ქიმიური ნივთიერება, რომელიც მძიმე დაზიანებებს იწვევს ჯანმრთელობისას და ამ ფილმის ერთ-ერთი წყარო და გმირი ხართ თქვენ, ექიმი, რომელმაც სხვა 4 ექიმთან ერთად, რომელთაგან 2 თქვენი ოჯახის წევრია, ჩაატარეთ 3 კვლევა და ეს კვლევა ისახავდა მიზნად დაგედგინათ აქციაზე დაშავებული ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობა და გართულებები როგორი იყო რამდენიმე თვის შემდეგ, ხო? მიუხედავად იმისა, რომ თქვენ თავშივე ვიტყვი, არ ასახელებთ კონკრეტულ ნივთიერებას, რომელიც მთავარი ჩვენ გვაქვს CSK-ს გვაქვს რომ წაიკითხოთ იქ სტატია, ანუ ჩვენ წავიკითხე. არც გვიკითხია ისა რა ქვია. ანუ ხო, ანუ ჩვენ დიდი სიამოვნებით ეხა დილიდან რამოდენმა ჩემმა მეგობარმა დაწერა რომ რატო არ ავიღეთ ნიმუში და დიდი სიამოვნებით ვიქნებოდი მე ის რომელმაც ეს კვლევა გააკეთა, თუმცა ამას ჭირდება უშუალოდ აგენტის დადგენა, რაც ესე ირიბად შეიძლება ვისპეკულიროთ, მაგრამ რამდენად მართალი არის სამეცნიერო თვალსაზრისით სპეკულირება გამოვა მაინც და არა როგორც ვთქვათ, აი გადამტკიცებულება. ხო, ეს მინდოდა აღმენიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ თქვენ არ ასახელებთ ნივთიერებას, რომელიც იყო გარეული, შესაძლოა იყო გარეული, ან იყო გარეული არც მტკიცებით და არც ვარაუდის დონეზე არ ამბობთ წყლის ჭაულში, მაინც ქართულმა ოცნებამ, როგორც კი გამოაქვეყნა პირველი გამოხმაურება BBC-ს ამ გამოძიებასთან დაკავშირებით, იქ თქვა, რომ რაღაც პოლიტიკურად ანგაჟირებული და უკანონო აქციების ერთ-ერთი მონაწილე ექიმიო, კი ბატონო, ორგანიზატორიო და ანუ მაშინვე მოიქეცით მოკლედ საპასუხო თავდასხმის სამიზნეთა სიაში, ხო? მე მინდა რომ დავიწყოთ თვითონ ამ თქვენ კვლევაზე საუბრით. ეს არის ჩატარებული იანვრიდან დაიწყეთ, ანუ მყისიერად არა. როგორ გაგიჩნდათ ეგ იდეა და რა გამოიკულიეთ? იდეა მალევე მოვივიდა, იცეხიდან რომ გამოვედი, მე მგონი 11 თუ 12 იყო, ძალიან ჩემ ბევრ ახლობელს და მეგობარს ქონდა ესეთ სიმპტომი, რომ ცხვირიდან სისხლდანა ხშირი ქონდათ. ხო და შესაბამისად რაღაც ერთ კვირაში, ორ კვირაში, როგორც მახსოვს, დავდრაფტეთ ეთიკის კომიტეტზე, რომ შეგვეტანა, ასე ვთქვათ,
რომ აპლიკაცია, იმიტომ რომ მაგის გარეშე ჩატარდებოდა კვლევა შესაბამისად რახან ადამიანებზე არის პირდაპირ ჩარევა და შესაბამისად კითხვარიც უნდა შეავსონ და ეს საჩეკ ჯანდაცვის სამინისტროს ეთიკის კომისიაში. არა, უნივერსიტეტში ამ კონკრეტულ შემთხვევაში საქართველოს უნივერსიტეტის ეთიკის კომიტეტში შევიტანეთ და როგორც კი ნებართვა მოგვცეს 9 იანვარი იყო თუ სწორად მახსოვს 9 იანვრიდან დავიწყეთ უკვე კითხვარის შეგროვა. კითხვა სტანდარტული კითხვები იყო, თუ გახსოვთ რამდენი დღე ესწრებოდით დარბევას, ანუ როდესაც 28-ში დაიწყეს და მე თუ სწორად მახსოვს 9 იყო დარბევა და 2 დღე იყო, როდესაც 7-ის ჩათვლით, ასე ვთქვათ, არ დაურბევიათ მომიტინგეები და იყენებდით თუ არა ნიღაბს, რა სიმპტომები გაქვთ ახლა, რა სიმპტომები გქონდათ, როდესაც დაიწყო, ასე ვთქვათ, უშუალო დარბევების შემდგომ რა სიმპტომები გქონდათ და ამის შემდგომ ჩვენ 350-მდე 47 იყო როგორც მახსოვს ციფრი და 67-მა გაიარა კლინიკური 69 დაურეკეთ ყველას, სამწუხაროდ ზოგმა ვერ შეძლო, ზოგს რაღაც, არ მოვიდა სხვადასხვა მიზეზით, 79 ადამიანი მოვიდა, რომელთაც კვლევები ჩაუტარეთ, ეს კვლევები იყო, მადლობა მინდა გადავხადო კიდევ ერთხელ ჩვენს კოლეგებს, მაგალითად გიორგი კამკამიძეს, ნეოლაბს, რომ მათ მოხალისეობრივად ესე დაგვეხმანენ, ასევე ჩვენი ერთ-ერთი მეგობარი არის გელა, რომელიც ჩართული იყო თვითონ კვლევის პროცესში და შესაბამისად ჩვენ გამოვიკლეთ რამოდენიმე რამ. სისხლის საერთო ანალიზი ავიღეთ, რახან სისტემებთან იყო დაკავშირებული ჩემი საწყისი ინტერესი, ასევე ჩემი ინიციატივა იყო, მაგრამ ეს ვერ დადასტურდა სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ. კაპილარები? არა, სისხლი ან კოაგულაციის ან შედედების პრობლემები არ იყო, კოაგულოგრამაში ანუ 79-ს ნორმის ფარგლებში ჰქონდა და შესაბამისად საკონტროლოს აღარ შევადარეთ, რახან თვითონ ნორმის ფარგლებში იყო. ასევე გავაკეთეთ კარდიოგრაფია, გავაკეთეთ კაპილაროსკოპია, იგივე მიზეზით, რომ გვენახა კაპილარების დაზიანება თუ არ იყო. რა თქმა უნდა, რახან მაღალ წნევასთან შეიძლება იყოს ეს ყველაფერი დაკავშირებული წნევებიც გაუზომეთ, ვინც მოვიდა ადგილზე და წონა, მასა მავნეჩვევები ეწევა, არ ეწევა, ასე შემდგომ ესენი ყველაფერი ჩავიწერეთ და მე უკვე როდესაც ეს შევაგროვეთ მონაცემები, თუ სწორად მახსოვს 1 მარტისთვის, შემდგომ უკვე საკონტროლო ჯგუფის შეგროვებაც დავიწყეთ იგივე კარდიოგრამაზე, კაპილაროსკოპიაზე და შემდეგ დავადარეთ ეს მონაცემები და საკონტროლო ჯგუფი იგივე რაოდენობის იყო? საკონტროლო ჯგუფი არ იყო იგივე რაოდენობის, რახან დროში გაგვეწელა ძალიან და 31 კაცი მოვნახეთ, ჩავთვალეთ რომ უკვე დრო იყო. ანუ ეს თუ ნახავთ, ეს სტატია პირველი ვერსია შევიტანეთ ერთ-ერთ ჟურნალში, რომელშიც ჩვენი პროფილი არ არის საბოლოო ჯამში ესე გადაწყდა, მიუხედავად იმისა, რომ რივიუერებმა ძალიან კარგი შეფასება მოგცეს და მე გული დავწყდა. რომელი ჟურნალი იყო? იყო Medical Toxicology, თუ სწორად მახსოვს, ამერიკული ტოქსიკოლოგთა ასოციაციის ჟურნალი არის. შემდგომ გავაგზავნეთ ერთ ჟურნალში, რომელსაც გვითხა, რომ პოლიტიკური დისკურსი საერთოდ ამოიღეთო და ჩვენ უარი ვთქვით. რომ ამოგვეღო შესავალი, იმიტომ რომ კონტექსტი რივიუერისთვის და იმ ადამიანისთვის, ვინც ამ სტატიას კითხულობს, ჩვენი აზრით მნიშვნელოვანი იყო და უკვე მე საკმაოდ მაღალ რეიტინგიანი ჟურნალი ვიპოვეთ Elsevieris ბაზაში, სადაც ეს აბსტრაქტით დაემთხვა და შესაბამისად ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ მაგ გაგვეშვა აგვისტოს ბოლოს, ანუ ხო, და იმის მერე ველოდებოდით გამოქვეყნებას. და გამოქვეყნდა 2 კვირის უკან. გამოძიებამდე უფრო ადრე. ხო, სადღაც პირველადი ვერსია, ანუ ესეთი ვარიანტია, რომ ჯერ გიგზავნიან ეგრეთ წოდებულ proofs. Proofs სანამ გიგზავნიან, უნდა, ასე ვთქვათ, უნდა გაიარო შენ რამე შეცდომა ხო არის, სახელი გვარები, რაღაცა მექანიკური შეცდომები, იქ უკვე ვღარ გადააკეთებ სტატიას. თუ გამოგჩა acknowledgement-ი ან აი მეგენ შეგიძლია ჩაამატო. ანუ ეს დაურედაქტირებელი ვერსია მე მგონი დაიდო 3 კვირის უკან. და 2 კვირის უკან უკვე დარედაქტირებული საბოლოო ვერსია დაიდო. მეც გამიკვირდა სხვათა შორის ის, რომ სამეცნიერო პუბლიკაციაში ეს პოლიტიკური ნაწილი საკმაოდ მსუყეთი იყო წარმოდგენილი. აი რაზეც თქვით, რომ ერთ-ერთმა უარი გითხრათ, ეს ჩვეულებრივი ამბავია? მე ვერ ვიტყვი, რომ ხშირად ვკითხულობ ხოლმე სამეცნიერო კვლევებს. იცით რა არის, ალბათ დამოკიდებულია თვითონ რედაქტორზე. და ჟურნალის პოლიტიკაზე.
უბრალოდ ამ კონტექსტში ჩვენ არ გვიღირდა, ეხლა იმედენი ფუფუნებაც არ მქონია გამოქვეყნების მხრივ ზოგადად სტატიებში რაღაც უარი მეთქვა ამის გამო, მაგრამ ჩემი აზრით აქ მნიშვნელოვანი იყო, რომ კონტექსტი აღიქვა და რაღაცნაირად უკდავყოფილიყო ეს თანმიმდევრობა, რაც მოხდა, იმიტომ რომ კონტექსტი მნიშვნელოვანია, როდესაც ადამიანი ამ კვლევას წაიკითხავს, იმიტომ რომ კონტექსტის გარეშე მაგალითად ჟურნალისტებიც და იქა, ისეც უკითხავთ. ეხლა ჩემი სახელი და გვარი რატო ახსენეს თუ გაინტერესებთ, იმიტომ რომ ალბათ დიდი იმედი ქონდათ, რომ ადამიანები ამას დაიჯერებდნენ, რომ მარტო ამ კვლევაზე დაფუძნებით არის, მაგრამ თუ ვინც ოდნავ შეწუხდება, რომ თუნდაც ჰაილაითები წაიკითხოს, რომელიც არის 5 პუნქტი, ძირითადი პუნქტი, რაც შეგვიძლია იმას ვქნათ, ნივთიერებაზე ერთი რომ საუბარი არაფერი არ არის და მათ უნდათ, რომ მიკერძოება გამოაჩინონ, რომ ეს BBC მიკერძოებულია, იმიტომ რომ კოტა ჩახუნაშვილი სიტყვაზე მიკერძოებულია და ინტერესთა კონფლიქტია, რომ რეალობაზე, ასე ვთქვათ, რაღაცა პრობლემა შეიძლება შეექმნათ. მაგიტო ახსენეს ალბათ ჩემი სახელი და გვარი საწყის მამაც მოაყოლეს ზედა თქვენს რომ 4 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლეს. ხო, ეს იგივე მიკერძოების კუთხით ილუსტრაციაში, ხო, მიკერძოების ილუსტრაცია უნდა და მაგიტო ახსენეს სავარაუდოდ. და არ ხართ მიკერძოებულები? მიკერძოებული ვარ, მაგრამ მაგალითად მიკერძოებული რო ყოფილიყავი, დავწერდი ბევრი ისეთ რამეს, რაც ვერ ვიპოვეთ და უბრალოდ მე პატივს ვცემ სამეცნიერო მტკიცებულებას და შესაბამისად ჩემს თავს არ დავაყენებ იმ მდგომარეობაში, რომ რაღაც ფეიქები დამეწერა, ხო? იმიტომ რომ მე ამას მოყვება, მაგალითად ეხა იქ disclosure-ში გვიწერია ესეთი რაღაცა, რომ მეცნიერი ვიღაცა თუ იტყვის რომ მომაწოდეთ თქვენი data, ჩვენ უნდა მივაწოდოთ ჩვენი data და შესაბამისად იმანაც თუ იგივე სტატისტიკურ დასკვნები ვერ გამოიტანა, მე პრობლემა არის, ხო? ჩვენთვის და შეგვეძლო ძალიან ბევრი რამე ჩაგვეწერა, მაგრამ რაც ვიპოვეთ რეალური, ის ჩავწერეთ კაპილარსკოპიაზე მაგალითად ვიპოვეთ, რომ 4 შემთხვევა იყო 79%-დან საკონტროლში ვერ ვიპოვეთ და მიუხედავად იმისა, რომ იქ 0% იყო და აქ გამოდიოდა მე მგონი 7%-ამდე სტატისტიკური როდესაც გავაკეთე, დაგვიწერა, რომ იქ p-value არის ესეთი, რომელიც იყო მაღალი 0.05-ზე და შესაბამისად ეს ჩვენთვის იმას ნიშნავდა, რომ არ იყო სტატისტიკურად მნიშვნელოვანი სხვაობა და ვერ დავწერდით, რომ ამის გამო შეიძლება იყოს ეს გამოწვეული. შესაბამისად მიკერძოებული, რა თქმა უნდა, ვარ, იმიტომ ეს კვლევა რო გავაკეთე ზოგადად ეგეც ალბათ მიკერძოების ნაწილი არის, მაგრამ ხო. მე ვიკითხავ შედეგებზე, იმიტომ რომ ალბათ არიან ჩვენ მაყურებლებს შორისაც იქნებიან ესეთი ადამიანები, რომლებსაც შეიძლება დაიზარონ, ხო, ამის ნახვა და მოკლედ შედეგები რაც იყო ის, რომ ერთ-ერთი სიმპტომი იყო მოკლედ კანის წვა, 40% აღნიშნავდა კანის წვას, 3-დან 2-ს ჰქონდა ხველა, 2-დან 1-ს უჭირდა სუნთქვა, სუნთქვის გართულება ჰქონდა, მაღალი წნევა ჰქონდა 283 ადამიანს, აი იმ 347-დან, ვინც არასამედიცინო შემოწმება გაიარა არამედ თავიდან მოკითხეთ და გულის აჩქარება ქონდა 150-ს. გარდა ამისა, სიმპტომების ნაწილი იყო გულისრევა, მუცლის ტკივილი, თავის ტკივილი, დაღლილობა, კუნთების დასახსრების ტკივილი, კანის დაავადებები, რაც მნიშვნელოვანია ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუარესება, პანიკური შეტევები, პოსტტრავმული აშლილობა და შფოთვა. ჩვენ ამ დროს ზუსტად როცა თქვენ კვლევა დაიწყეთ, ერთი სტატია გვაქვს გამოქვეყნებული და იქ სხვა სიმპტომებსაც შეხვდებით. სწორედ ამაზე მაშინ ექიმები ღიად საუბრობდნენ და პაციენტებიც, რომ გარდა იმ დაზიანებებისა, რაც თვალით იყო ხილული და შეტაკებებისას პოლიციელებთან დემონსტრანტები იღებდნენ, არ ვიცი, თვალბუდის დაზიანება იქნებოდა თუ ჩამსხვრეული სახის ძვლები, ამ ქიმიურ ზემოქმედებაზეც გამოთქვამდნენ, მოკლედ ვარაუდს და ერთ-ერთი სიმპტომი მაგალითად რაც აქ არ არის, ერთი ქალი ამბობდა, რომ მის ქალიშვილს დაეწყო მენსტრუალური სისხლდენა აქციების შემდეგ, ხო? ანუ ბევრი სხვადასხვა გამოხატულება შეიძლება ქონოდა. ჩემი კითხვა არის ეს ყველაფერი რაც აქ გვიწერია, საკმაოდ გავრცელებული სიმპტომებია, ხო? რას შეიძლება გამოეწვია? მარტო წიწაკის სპრეი შეეძლო მაგალითად გამოეწვია? იცი რა არის ლიტერატურაში საკმაოდ მიუხედავად იმისა, რომ თქვენს არასახელებთ ნივთიერებას. არა, ლიტერატურული მიოხილვა ჩავატარეთ და შესაბამისად იქ განხილვის სექცია სადაც არის, იქ ზოგადად რაც კვლევების შემოხვდა, როგორ მოქმედებს რა მექანიზმი აქ ასე შემდგომ, ისეთი რამე ჩამოთვლილი აქ რაც არ არის
არ იყო ეგეთი რამე. ანუ ეს სიმპტომები გარკვეულწილად გამოიყენეთ უკვე ჩატარებული კვლევებიდან? არა, ანუ ეს ზოგადად შეეძლოთ ხელით ჩაეწერათ და მე დავაჯგუფეთ ჩვენ უბრალოდ რომ სტატისტიკური ანალიზისთვის უფრო მარტივი ყოფილიყო, თორე იქ შეეძლოთ რამოდენიმეს არჩევაც და მე სხვა იმის დამატებაც, რომ ესე ყველაფერი ძალიან დიდი ის ასე ვთქვათ გრძელისი არ ყოფილიყო და შესაბამისად კი, გადამოწმებადი ყოფილიყო და ჩვენთვისაც სტატისტიკური ანალიზისთვის უფრო გავიმარტივეთ, რომ მე მარტივად გაგვიანალიზებინა მოკლედ. შესაბამისად, როდესაც ჩვენ ამას ვწერდით, რაღაც შაბლონი გავაკეთეთ და შესაბამისად იმ მომენტში არ გვიფიქრია, რომ რაღაც კონკრეტული ის ასე ვთქვათ ამოგვეკლო ან ჩაგვემატებინა. რაც ჩავამატეთ და უბრალოდ მერე დიდ სტატისტიკურ ანალიზში, იმიტომ რომ კითხვა არის სტატისტიკური ანალიზი ცალკე გავაკეთეთ, მე აღარ დაუბრუნდით, იყო რომ ჩვენთან ვინც მოვიდა 69 პაციენტიდან იქ თუ სწორად მახსოვს ორს ჰქონდა დისმენორეა, ანუ ციკლის არევა და ასე შემდგომ, ხო? ანუ ეგეც ანუ ამის მერე დაეწყო თან ზუსტად და შემდგომში ჩვენ ახლა დიდი ყურადღება არ გავამახვილეთ, იმიტომ რომ ფსიქიკური პრობლემები რახან ბევრი იყო, ზოგადად ციკლი და ასე შემდგომ ძალიან შეჭიდული არის ხოლმე ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან და მაგიტო არ ჩავთვალეთ ასე ვთქვათ, დიდად გასამახვილებელი ყურადღება და მაგალითად ისეთი ორი რამე აღმოვაჩინეთ, რაც ჩემი აზრით მთლიან კვლევაზე მნიშვნელოვანია, რომ ორი ადამიანი აღმოვაჩინეთ ჩვენ, ვისაც მძიმე ფილტვის დაზიანება ჰქონდა. ერთთან დადასტურდა პნევმონიტის დიაგნოზი. პნევმონიტი არის, ანუ სხვადასხვა ტიპის პნევმონიტი არის, პნევმონიას ვეძახით, როგორც წესი, როდესაც ინფექციური აგენტი იწვევს და პნევმონიტს ვეძახით, როდესაც ასე ვთქვათ, არაინფექციური აგენტის ზემოქმედებით ვითარდება ფილტვების დაზიანება, ხო? ანუ არა ვირუსის პირობითად. ხო, ანუ არაინფექციური, მაგალითად პროფესიული დაავადებები არის ასბესტოზი, ასე შემდგომ, რამაც შეიძლება ასევე პნევმონიტი გამოიწვიოს, ასევე შეიძლება იყოს ჰიპერსენსიტიური პნევმონიტი, რაც ალერგიულ დაავადებებთან შეიძლება იყოს შეკავშირებული და ასე შემდგომ და ერთი იყო კიდევ გაურკვეველი წარმომავლობის პნევმონია, რომელზეც ჩვენ მივაწერთ, რომ სავარაუდოდ ესეც პნევმონიტი იყო, იმიტომ რომ დიდი ხნის განმავლობაში ანტიბიოტიკოთერაპიაზე არ ქონდა გაუმჯობესება, სპირომეტრიაც იყო გარკვეული ცვლილებები და შესაბამისად აი ეს ორი кейსიც ცალკე გამოვიტანეთ, რომ სტატისტიკურ ანალიზამ ჩვენ კვლევაში არ ჩაერთმნენ, მაგრამ რახან მოგვაწოდეს ეს ინფორმაცია და სამედიცინო ისტორია, შესაბამისად ჩვენ მაინც მიუთითეთ, იმიტომ რომ მნიშვნელოვანი არის. აი ეს პნევმონიტებიც კი ჩვეულებრივი CS გაზის შემთხვევაში აღწერილია რამოდენიმე არის სხვა სტატიები, რომლებიც ესე ძირითადად ოღონდ გამოკვლევებში არის ჩართული ხოლმე სამხედრო პერსონალი, იმიტომ რომ ესე არის 4 თუ 5 კვლევა, რომელიც ბრაზილიაში და რამოდენიმე ესეთ ქვეყანაში არის ჩატარებული კვლევები, ჩვენაც მოვიძიეთ, აი ჩვენ ტიპში, რომ ესე ვთქვათ, რეალურ ცხოვრებაში გამოყენებულზე და არა კონტროლირებად სივრცეში გამოყენებაზე და საინტერესო ჩვენთვის არის ის, რომ ოთახის გაწმენდას, როდესაც ასწავლიან აი მაშინ, როდესაც უნდა შევიდეს სპეცრაზმი ამერიკაში და ნიღაბი უნდა ეკეთოს კარგად და ასე შემდგომ, მათაც საკმაოდ ბევრი გართულებები ჰქონდათ და ეს კვლევაც ციტირებულია იქ პროცენტები, რამდენი რა გამოვლინდა, როგორ გამოვლინდა და ხო, ანუ იმის თქმა მინდა, რომ ჩვეულებრივი CS გაზი იქნება ეს თუ ცრემლსადენი გაზი. ხო, ცრემლსადენი გაზი იქნება ჩვეულებრივი სტანდარტული, რაც აკრძალული არ არის კონვენციებით, ესეც არ არის თლად მარტივი უსაფრთხო და სასიამოვნო, მით უმეტეს, როდესაც არადისკრიმინაციულად იყენებ, ხო? მე მესმის, რომ რაღაც აი მაგალითად ეხა რომ დაიწყონ, უბრალოდ ერთი კაცის გამო, ამას ვადარებ, რომ ერთი კაცის გამო სიტყვაზე მართლა აშავებს რაღაცას და ავტომატის ჯერი რომ გადაატარო მთელ აქციას სიტყვაზე ეს ხო არასწორი იქნება. იგივე გამოდის, ოღონდ 100,000-ობით მოსახლეზე შეიძლება ნაკლებად დრამატული არის, რომ წესასროლი იარაღი არ არის, თუმცა ჩვენ როდესაც ჩავთვლით, რომ სიტყვაზე ჩავთვალთ, რომ ყველა ვინც დაიჭირეს არის დამნაშავე და უეჭველი აშავებდა რაღაცას, ხო? დააკავებული ყავთ ეხა საბოლოო ჯამში პოლიტპატიმარი ყავთ 120-ზე მეტი, ხო? 120-ივე ადამიანი სულ რო დამნაშავე იყოს და სულ რო აშავებდეს რაღაცას და მათი დაჭერის, ასე ვთქვათ, დაჭერის კვალიფიკაციას ნამდვილად აკმაყოფილებს და სამართლებრივი ქვეყანა რო ვიყავთ, ეს არ ამართლებს იმას, რომ 100,000-ობით მოსახლეს ესროლო. კი ბატონო, თან მარტო ჩვენ არ ვიყავით, ხო, დემონსტრაციაზე, იქ ადგილობრივი მოსახლეობაც არის, ეს თან პატარა კრისტალებივით არის, უბრალოდ ის
ბოლი ჭირდება იმისთვის, რომ აწიოს ჰაერში და შესაბამისად შენამდე მოვიდეს, რომ ჩაისუნთქო, თორე ის კრისტალი დაილექება მიწაზე, მანქანა როგორც გადავლის, მე მქონდა მაგალითად ეგეთი შემთხვევა, რომ ციხიდან რომ გამოვედი 11 იყო თუ 12 არ მახსოვს რომ მივედი აი იქ უკვე რაღაცა გრძნობდი რომ რაღაც ცხვირში შემივარდა ცრემლი მომდიოდა და იგივე სიმპტომები მქონდა ოღონდ რა თქმა უნდა უფრო მსუბუქ ვარიანტში ვიდრე მაგ დღემდე ხო და ეხა იქ სკოლა არის საცხოვრებელი სივრცე არის აქედან გამომდინარე ჩემთვის არ ამართლებს ნაძვის ხე იდგა სადაც ბავშვები მიყავდათ ნაძვის ხეს დადგმას აპირებდნენ თუ დადგეს ხო დადგეს საბოლოოდ თავგადასავლით კი ბატონო ხო იმის თქმა მინდოდა რომ ესეც არ არის გამართლება. ჩემთვის ასევე არ არის ის გასამართლებელი ვარიანტი, რომ მაგალითად pepper spray კი არის, მაგრამ ყველგან წერია, რომ მაგალითად ექსპოზიციაზე არის, ან დოზაზე არის დამოკიდებული თითქმის ყველა ეს ნივთიერება, ანუ რაც მეც მოგასხავ, მით მეტი ზიანი შემიძლია მოგაყენო და წყალზე ყველას უწერია. რომ წყალში არ გაურიოთ, იმიტომ რომ ექსპოზიციას ძალიან ზრდის და შესაბამისად შეუძლებელია უსაფრთხოების დადგენა. ანუ რო უწერია იქ ბჭყალებში non-lethal, ანუ არალეტალური იარაღი, უკვე წყალში რო ურევ, კაცმა არ იცის ის არალეტალურია, ლეტალურია თუ რასაკეთებს, ხო? ანუ ეს ჩვეულებრივ, ანუ ნებადართულ ნივთიერებებზე ვამბობ და შესაბამისად, ანუ ეს ყველასთვის უნდა იყოს საყურადღებო და ასე ვთქვათ, დასასრულში ეგ გვიწერია ზუსტად, რომ არა მარტო საქართველოს, ანუ ყველამ უნდა გადახედოს და ბოლოს წინა აბზაცში ისიც კი გვიწერია, რომ უკვე ბრიტანეთში მაგალითად ეგეთი რაღაცა თუ ხდება, უპირატესობა ენიჭება ხელშესასხმელ pepper spray-ს და არა ზოგადად ეგრეთ წოდებულ ხალხის მაკონტროლებელ აგენტებს. მე მგონი ვაშინგტონის შტატი არის, რომელმაც ასევე გაამკაცრა და ზედამხედველობა დააწესა ზედმეტი და რეგულაციები გაამკაცრა ვიდრე მანამდე იყო და ევროპის რომელიღაც ქვეყანაში, ან ესპანეთში, ან საფრანგეთშიც იგივე მოხდა და ეს თუ ხდება ჩვენთან უბრალოდ ეს თუ ხდება ჩვეულებრივი ცრემლსადენი გაზის და წიწაკის სპრეის მხრივ ჩვენთან ახლა BBC-მ რაც whistleblower-ების და ზოგადად ჯამური ინფორმაციის მიღებით დაადგინა ეგ საერთოდ სხვა ის არის ხო აკრძალული იმიტომ რომ ესე იგი ბრომობენზილციანიდი ხო ციანიდის ერთ-ერთი ის მაგრამ თქვენ არ გაგჩენიათ ხო რაიმე ქიმიური ნივთიერებების გარევაზე გარდა წიწაკის როდესაც პირველად მოახსენეთ ეს რადგან ნივთიერებები არ არის ნახსენები ამ კვლევაში ამ დოგეთ. კი, ნივთიერებები პირდაპირ გვაქვს, რომ იმიტომ რამოდენიმე ადამიანი ამბობდა, რომ GL202 არის ესეთი კაფსულა, რომელსაც ბრაზილია აწარმოებს თუ სწორად მახსოვს. კი, კომპანიაც გეწერათ, რომელი კომპანია. კი ბატონო, GL202 და სავარაუდოდ ეგ იყო გამოყენებული თქო, ესე გვიწერია, ასევე გვიწერია, რომ წყალშიც ურევდნენ კონდორის მიერ ნაწარმოები კომპანია კონდორი. და საკმაოდ კონცენტრირებული არის და ჩვენ ვიფიქრეთ, რომ ეხლა 9 დღე ამდენს, რომ თან იქ აღწერაში თუ სწორად მახსოვს უწერიათ, რომ 3-ის მეტი დროის მოკლე მონაკვეთში არ გამოიკეთო და 3-ს მე მგონი ერთ სროლაში ისროდნენ ჯამში, როდესაც ეს იყო და ჩვენ ასე ვთქვათ კითხვები იმ მხრივ არ გაგვიჩნდა, რომ ვარაუდობთ, რომ შეიძლება ამ ხელა დოზა რომ მიიღო ხალხმა, მაგიტო იყო ესეთი უარესი შედეგები. ხო, მაგ დღეებში პრინციპში უფლებადამცველი ორგანიზაციებიც ავრცელებდა განცხადებას, მაგალითად საია, რომელიც მეც მიყვებოდა, რომ მნიშვნელოვანია ერთი არგუმენტი, რაც არის ყოველთვის ხელისუფლების, რომ სხვა ქვეყნებშიც იყენებენ და ახლა მე მგონი ბოლოს გერმანიაში გამოიყენეს და ამას კარგად იყენებდნენ, რომ აი წყლის ჭალს დემონსტრანტების წინააღმდეგ ყველგან იყენებენ, მაგრამ მეორეა რა დროის განმავლობაში და რა ინტენსივობით იყენებ, იმიტომ რომ ეს იყო ერთ კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში, ყოველ საღამოს რამდენიმე საათის განმავლობაში. ხო, ანთანის არის რომ ერთ საათში ერთხელ ერთ საათში ერთი ჩამოვდეს. ძალიან ინტენსიური იყო ყველა სხვა აქციებთან შედარებით, რაც ბოლო წლებში გვინახავს. ასევე რაღაც კვლევებიც მოვიძიეთ, რომ თმის ძირში შეიძლება დალექილიყო რაღაცა, მაგრამ მე კვლევის რახან ჩვენის მოხალისებრიოდ გავაკეთეთ. ვეღარ გავწულებოდით, რომ ამდენ ადამიანში ასე ვთქვათ აგვეღო და იქ დეპოზიტები გვენახა თვითონ სხვადასხვა ქსოვილიდან. ზოგიერთი კვლევა იყოს საერთოდ ინვაზიური, რომ სასუქი სისტემიდან შეიძლება აგეღო, რომ მე იქ რამდენად ჩაჯდა ეს კრისტალები და აზიანა ეს გაგვეკეთებინა, მაგრამ ჩვენ როდესაც გვეკითხებოდნენ ჩვენი კოლეგები ეს რატო არ ქენით, კი, მეც უნდა მეკითხა ეს რატო არ ქენით, იმიტომ რომ ალბათ აი ტანსაცმლის, თუნდაც ეს კანის, თმის, მცენარეების ლაბორატორიული კვლევა, რომელსაც მაგრამ ყველაზე მეტად გავბრაზდი, რომ იქ შეიძლებოდა წყლის აღება შეიძლებოდა და არა კონკრეტულად ანუ ადამიანებში სხვადასხვა ქსოვილიდან კვლევა, რაზეც დიდი ალბათობით შეიძლება უარი გითხრან, იმიტომ რომ რაღაც უნდა უჩქვლიტო, იმას ქნა, ამას ქნა, ბიოლოგიური მასალა
ახლა იყო და შეიძლება ამაზე არ წამოვიდეს ადამიანი, მაგრამ ეხლა დღეს დილით დაწერა ერთ-ერთმა ჩემმა Facebook მეგობარმა და ისე მეგობარმა, რომ რატო არ ავიღეთ ის წყალი და რატო არ გავაგზავნეთ, იმიტომ რომ შეიძლებოდა იქ ხო ამის უბრალოდ იმ მომენტში ალბათ ვერ მოვიფიქრეთ, თორე ეგ ხარჯთეფექტურიც იქნებოდა და შესაბამისად უფრო მეტ შედეგს მოვიღებთ. რა თქმა უნდა, მე ქართული ოცნების წევრები იტყოდნენ, რომ ეს რა ვიცით, რომ აქ აიღეს ან სხვა წყალიდან მოიტანეს, ან deep state-მა ჩაუსხა, ან მიკერძოებულმა ლაბორატორიებმა დადეს დასკვნის პასუხები და ასე შემდგომ, მაგრამ ფიზიკური მტკიცებულება რო იყოს ამ ყველაფრის, რა თქმა უნდა, უკეთესი იქნებოდა. ხო და ეს ნიმუშები, ანუ იგივე მცენარეები, ტანსაცმელი თმა, ფრჩხილი, არ ვიცი რა შეიძლება ყოფილიყო, იმიტომ ვერ ჩაატარეთ, რომ მოხალისეობრივი იყო და ძვირი იყო. არა, მე მაგალითად მე აქამდე საერთოდ არც მიფიქრია, რომ ეს უსულო საგნებიდან და რაღაცებიდან უნდა ამიღო მაგალითად და დღეს დილით რო ეგ წავიკითხე, ჩემ თავზეც გავუბრაზდი, რომ არ მოვაფიქრდა, მაგრამ ადამიანებიდან ძირითადი ის იყო, რომ ჩვენ რო დავამტკიცოთ, რომ ასე ვთქვათ, შეიძლება ვიღაცებთან საერთოდ არ დარჩენილიყო, ამიტომ გვჭირდებოდა, რომ ბევრისგან აგვეღო. რომ ვინმესთან მაინც თუ დადასტურდებოდა, მერე უფრო კონკრეტული გვეცოდინებოდა, მაგრამ იმ შემთხვევაშიც მაგალითად ჩვენ მივდიოდით, ძირითადად რაც მე მოძებნილი მქონდა კვლევები, იყო ეს ჩვეულებრივი ცრემლსადენი გაზის რომელი პრეპარატი შეიძლება დაგვჭირვებოდა, რომ გვენახა ბიოლოგიურ და მოლეკულურ დონეზე, ან ქიმიურ დონეზე და ეხა რეტროსპექტულად თუ იქ იყო გამოყენებული ეს კამიტი, შესაბამისად იქ არაფერი არ აღმოჩნდებოდა, იმიტომ რომ იმას ალბათ სპეციფიკური კვლევა დაჭირდებოდა ცალკე, ხო? ნიმუში დაგჭირდებოდა ყველაზე ალბათ, თუ არა? ნიმუში არა, ნიმუში ნახე, მე როდესაც და ჩემი გუნდის წევრები როდესაც კვლევებს ვეძებდით და ფასი რა ღირდა, იქ ვეძებდით კონკრეტულად ამის შემდგომ რა შეიძლება დაზიანდეს და საიდან შეგვიძლია დავადგინოთ, რომ დიდი რაოდენობით არის ადამიანში სიტყვაზე ცრემლსადენი გაზის შემდგომ ნარჩენი ნივთიერება. და ეს ცალკე კვლევა არის, იგივე არის მაგალითად რა ვიცი, რაღაცა ბიოლოგიური მასალიდან შარდის საერთო ანალიზი არ სიტყვაზე ჭირდება მე ბაქტერიოლოგიური კულტურა შარდის საერთო ანალიზით, უბრალოდ შარდის ანალიზით და მე გავაკეთე შარდის საერთო ანალიზი. სხვადასხვა პასუხს მივიღებთ, ხო? ან PCR-ს ვაკეთებ კონკრეტულ პათოგენზე, სიტყვაზე ჰერპესზე და სხვაზე არაფერზე არ ვაკეთებ. და არ ვიცი COVID-ი მაქვს თუ არა, ხო? მაგალითად. ხო, ან COVID-ზე PCR-ს ვაკეთებ COVID-ზე და ჰერპეს არ ვიკვლევ, ხო? ანუ შესაბამისად აქ აცდენა მაინც გვექნებოდა და ამ პირიქით დავადასტურებდით, რომ ნამდვილად იყო ცრემლსადენი გაზი გამოყენებული და შემდგომ BBC-საც ხა მივაწოდებდით ჩვენ ქართული ოცნებისგან განსხვავებით არ გვიყვარს რაღაცების გაყალბება. BBC-ს გამოძიება რომ ამ კონკრეტულ ნივთიერებას იკვლევდა, ეს იმ დროს იცოდით, როცა აქ წერდნენ და თქვენ კვლევას აკეთებდით? მე როდესაც გამოქვეყნებაზე მუშაობდით უბრალოდ, იმიტომ რომ გაგზავნილი გქონდა უკვე სტატია და ჩვენ როდესაც მათთან უბრალოდ მე როდესაც მათთან ჩაწერა მქონდა, ამაზე საუბარი არ ქონია. ძირითადად უფრო პოლიტიკურ საკითხებზე მეკითხებოდნენ და იქ იმ კონკრეტულ მომენტში მე მეგონა უფრო დიდი ხანი ვიქნებოდი არა. ყველას ესე ეკონა, სხვათა შორის მე მგონი, ვინც ჩაწერეს. იმიტომ რომ მათი ნაწილი ჩვენი რესპონდენტებიც იყვნენ და ხო და როდესაც არ გეყოთ 1 საათი არავის. ესე გატყობთ. არა, 1 წუთი ვარ თუ 2 წუთი. ხო და იქ იმ კონკრეტულ მომენტში რასაც ვამბობ, ანუ ზეპირად უბრალოდ ჭირდებოდათ რაღაცები რომ ჩამოგვეთვალა რა რამდენი გამოჩნდა და იქაც ჩანს რომ გახსნილი მაქვს ეს სტატიის ერთ-ერთი ცხრილი რომ იქიდან ვკითხულობ, იმიტომ რომ ზეპირად ნამდვილად არ მახსოვს არც ეხა სიმპტომები ვის რამდენი ქონდა და კი, მეც ამოვიწერე რთულად და სამახსოვრებელი. ხა და ასევე მე შემეკითხნენ რა აგენტები იყო გამოყენებული და ეგ კონკრეტული მომენტი რასაც ვამბობ მე ვაჩვენე ის ვიდეო, მე მგონი ფორმულას ედო თუ მთავარს ედო, როდესაც პარლამენტში დაეზოდან, ჯერ მარტის აქციებზე ჩანს, რომ წყალში რაღაცას ურევენ იქ და შესაბამისად, უბრალოდ გასრო ასხავენ წყლის ჭაუს და ისე რომ უშვებენ წყლის ჭაუს ეგვანახე და მაგას უყვებოდი, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც, როდესაც მომესხა წვის შეგრძნება კაიხანი ვერ მოვიშორე და წყალი უარესი იყო თქო, აი ხო, ანუ ესე კონკრეტულად რამე
გამოძიებაზე, ასე ვთქვათ, გამოქვეყნებამდე არ იცოდით მოკლედ კამიტის არა, შესახებ. პირველ დღეს დილით გადავხედე, რო ჩამწერეს პირველი ორი ჩაწერა, საერთოდ დეტალებში არც ვიცოდი რა ხდებოდა, იმიტომ რომ პაციენტებთან ვიყავი და ესე ვერც YouTube-ის ის მოვასწარი ნახვა და ეხა უკვე ნანახი მაქვს, მაგრამ ხო. მაგრამ ამასობაში 24 საათიც არ არის ჯერ გასული, რაც გამოქვეყნდა BBC-ს გამოძიება, რომლის ერთ-ერთი გმირიც ხართ თქვენ და თქვენი კვლევის შედეგები ერთ-ერთი მტკიცებულებაა და ქართულმა ოცნებამ ჯერ მალევე გამოაცხადა, რომ უჩივლებს BBC-ს ამ მასალის გამო და ახლა უკვე ჩვენი ინტერვიუს დაწყებამდე 2 საათიც არ იყო, არ არის მე მგონი ჯერ გასული. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმაც გამოაქვეყნა შემდეგი განცხადება, რომ 2 მუხლით დაიწყო გამოძიება ამ კონკრეტულ მასალაზე. რას ელოდებით ამ განცხადებებიდან და დაწყებული გამოძიებებიდან? ნუ მოსალოდნელი მათგან ყველაფერია, თუმცა როგორც ჩანს ერთი ვარიანტია, რომ შეიძლება მართლა გადატეხონ ვიღაცაზე ჯოხი. აი ვიცი. რა ვიცი, აი კონკრეტულად დღეს ძალიან ტრიალებს და შეიძლება გაწირონ დღევანდელი მინისტრი, მე მგონი მაშინ მოადგილე იყო, ხო? ალექსანდრე დარახველიძე? არა. ეს ჯერაც მოადგილეა. ეხაც მოადგილეა. ეხაც მოადგილეა. მაშინ ხო შეიძლება გაწირონ, იმიტომ რომ იმ წინა 30 ნოემბრის ვიდეო ტრიალებდა დღეს დილით. კი, ჩვენმა ჟურნალისტმა კითხა გელა ბოჩიკაშვილმა. ხო, და რა ვიცი, ესეთი პასუხი გაცა, რომ რაღაცას ვიყენებთო და რას ვიყენებთო, არ თქვეს. შეიძლება ასევე მაგრამ კანონის ფარგლებშიაო. ის ჩალში იყო თუ არა რაიმე გარეული. აი კონკრეტული კითხვას ნახეთ, იყო თუ არა რაიმე გარეული და რა. მე აკეთებ რომ რა დროს რა გამოიყენეთ. ჩემი კითხვარის ასე. იყო თუ არა რაიმე გარეული და რა. საჭიროების შემთხვევაში, როდესაც დგას ამის საჭიროება, შესაძლებელია, რომ წყლის ჭაოში იქნეს გარეული შესაბამისი, ესე ვთქვათ, ნივთიერებები, რომელიც დაშვებულია კანონით კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არის გაზი იქნება თუ სხვა საშუალებები, რაც საღებავით შეიძლება იყოს გარეული და ასე შემდეგ. როდესაც დგას ამის საჭიროება და არის ამის სამართლებრივი საფუძვლები, პოლიცია იყენებს ამ საშუალებას. კი პასუხეთ, ბატონო გელა, მე მგონი. მე მაქვს ესეთი კითხვა. იყო თუ არა, აი ამ ბოლოს ამ სამოქოში, წყლის ჭალში გარეული რაიმე საჭიროების შემთხვევაში ხდებოდა მისი გამოყენება, როდესაც ამის სამართლებრივი საფუძვლები არსებობდა და კონკრეტული საფრთხიდან გამომდინარე იყო ამის გამოყენების პროპორციულობა. ხო. ნუ კანონის ფარგლებში ეგ საკითხავია ვის კანონის ფარგლებში, მაგრამ მაგას ვნახავთ, შესაძლებელია ვინც ინტერვიუში იყო, ისინიც დაგვიჭირონ. ან უბრალოდ თქვათ რაღაც გამოძიება დაიწყონ და ჩვენ როგორც მოწმეები ფორმალური გამოძიების ფარგლებში დაგვიყვანონ. BBC-ს გამოძიებაში ნათქვამი იყო, რომ მათი წყაროები გარდა იმ ყველა ადამიანისა, ვინც ღიად ჭამს და მათ შორის იყვნენ GDD-ს თანამშრომლები, ყოფილი თანამშრომლები, ერთი მედიისთვის კარგად ცნობილი შაიშმელაშვილი და მეორე შედარებით ნაკლებად ცნობილი, რომელიც ახლა უკრაინაში იბრძვის. მაგრამ იქვე იყო ნათქვამი, რომ სხვა წყაროებიც გვყავსო მაღალი რანგის ოფიცრებიო. კი, ახლანდელი ინფორმაცია გვაქვს, რაც გამოვიდა ჩვენამდე. შესაბამისად, შეიძლება შიგნით მართლა ეძებენ ვიღაცას და მართლა მაგრამ ეს ორი ურთიერთგამომრიცხავი არის ჩემი აზრით, ისედაც რომ ესე იგი თუ იწყებ უფლებამოსილების გადამეტებით, ესე იგი აღიარებ რომ ვიღაცამ შესაძლოა გამოიყენა რაღაც არალეგალური საშუალება და მეორე მხრივ თან ეძებ ვიზე გადატეხო ჯოხი ან დააშინო საზოგადოება, რაც არალოგიკური არის ჩემთვის. ერთი არის გათვლა ალბათ უშუალოდ ბრიტანელებზე რო არ დაასანქცირონ ოცნება და ოცნების წევრები და მეორე არის გათვლა რომ დააშინონ საზოგადოება რომ აი ვინმე თუ გადაწყვეტ რაღაცას დაგიჭერთ. ხო, ანუ მუხლი არის ორი, 333-319. 333 გულისხმობს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას და 319 გულისხმობს უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას. ეს არის ალბათ სანქციების ხო, სავარაუდოდ. ნიადაგის მომზადება შეიძლება იკითხებოდეს ამ მუხლის უკან? შეიძლება. თუ უბრალოდ უცხოური მედიისთვის
ინტერვიუს მიცემაც შეიძლება აწინ უცხოური ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებად ჩაითვალოს. ჩემი აზრით აქ რაღაცა კონკრეტული ჭკუა აღარავის აღარ მოეკითხება, იმიტომ რომ რაც დაიდო მაგალითად რა ბრალდებებიც დაიდო თუნდაც ზურა ჯაფარიძის წინააღმდეგ, ელენე ხოშტარიას წინააღმდეგ და ასევე ანუ რაზეც დაუმატეს, მე მგონი ვაშაძეს დაუმატეს ხო კიდევ. ყველას დაუმატეს თითქოს. არ 7-დან 15 წლიანი მე მგონი მარტო 3-ს დაუმატეს ხო? ხოშტარიას და ხო ზურას. ხო, შესაბამისად მე გამოყენებული იყო საქმეში მათი ინტერვიუები უცხოეთში და ანუ მაგ ჭრილში უფრო გამყავს მე ხა ვიდრე რაიმე სხვა ჭრილში, ხო? შეიძლება ეს მაგალითად მე არ მომიყენონ და იგივე შაიშმელაშვილს მიუყენონ ან თუნდაც სახელი და გვარი სამწუხაროდ არ მახსოვს ვინც აი უკრაინაში იბრძოდა, ან მართლა შიგნით დაიწყონ ძებნა ვიღაცის ვინც გატეხა ეს ამბავი და შესაბამისად ეხმარება, ასე ვთქვათ, ბრიტანულ ხარეს სიტყვაზე. უცხოეთის ორგანიზაციას მტრულ საქმიანობაში. ხო, მაგ ოღონდ საინტერესო არის, რომ თუნდაც იგივე პირდაპირ არ წერია, მაგრამ იგულისხმობენ, რომ ბრიტანეთი ჩვენთვის არის მტრული სახელმწიფო და ეგ მე მგონი ნიშანდობლივი არის და მე მგონი იმედი მაქვს, რომ ამ განცხადებას უფრო მეტად მიაქცევენ ბრიტანელები ყურადღებას, ვიდრე BBC-ს გამოძიებას. და იმ შემთხვევაში თუ თქვათ თქვენამდე მოვიდა ეს გამოძიება, ალბათ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება არ არის, ხო, როცა ექიმი კვლევას აწარმოებს. მაგას თუ მეკითხებით, ალბათ ჩემ მხრიდან ვერ იქნება ვერანაირად ეგ თან მე მგონი არის ალბათ არის თქვენი ცოდვა შეიძლება იყოს უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. სავარაუდოდ. საინტერესოა რა გაგრძელება იქნება ამ გამოძიებას. ნახავთ ზუსტად ახლა კონკრეტულად რა იქნება, მაგრამ ყველაფერი მოსალოდნელია მათგან და ანუ რო გითხრათ რომ უეჭველი ესე იზავენ, ან უეჭველი ისე იზავენ, ჩემგან არ იქნება სწორი. ეს ინტერვიუ გამოქვეყნდება 4 შაბათს და ვნახოთ აბა მანამდე რა ვითარება გვექნება, იმიტომ რომ BBC-ს ფილმში ეგ საყურადღებოა რესპონდენტების ნაწილი, ვინც ჩაწერილია ამ ფილმის გამოქვეყნებისას უკვე დაჭერილია. კი. და გამოითქვა ეგეთი ვარაუდიც, რომ მაგალითად გელა ხასაიას დაკავება შეიძლება იყოს იმის შედეგი, რომ მათ იცოდნენ, რომ ამ ფილმის ერთ-ერთი გმირი იყო. რაღაც ეგეთ კონსპირაციის თეორიებს იჯერებთ ხოლმე? გელა არ ამგონია, რომ მარტო მაგიტო ყოფილიყო ძალიან ისედაც უმწარებდა სიცოცხლეს ქართულ ოცნებას და ისე ზოგადად ვინც თვალში ამოუვათ ყველას შეშინებას დაჭერას ან სხვა ტიპის რეპრესიებს დარწმუნებული ვარ, რომ ეცდებიან, ხო? მე მინდა გიკითხო ზოგადად ექიმებზე, იმიტომ რომ როგორც გითხარით, ჩვენც როცა თქვენ კვლევას აწარმოებდით დეკემბრის პირველ დღეებში ძირითადად სასტიკადნაცემი ადამიანების ისტორიებით ვიყავით მოცულები და ამ ამბებს ვაგროვებდით, თუმცა უკვე იანვარში ჩვენც დავიწყეთ აი შედარებით არ ვიცი როგორ შეიძლება ითქვას მსუბუქად დაზიანებული ხალხის მოკითხვა, ხო, ვისაც ეს სხვა სახის შესაძლო ქიმიური ნივთიერებების ზემოქმედებით მიყენებული ზიანი ჰქონდა, ხო? და მაშინ მე მგონი ექიმების განცხადებაც პრინციპში დეკემბერშივე გავრცელდა, რომელსაც კარგა ბევრი ექიმი აწერდა ხელს, 700-მდე თუ მე არ ვცდები თუ 700-ზე მეტი, ასეულობით ექიმი და ისინი სწორედ მოუწოდებდნენ პოლიციას, რომ შეეწყვიტა სახელმწიფოს ძალადობის ეს მასშტაბი და ფორმა და მეორე მხრივ ისმოდა მე მახსოვს ეს ჩივილები ისევ ექიმების მხრიდან და საზოგადოების ნაწილის მხრიდანაც საყვედურები ექიმებზე, რომლებიც ალბათ იყვნენ პირველი ხალხი, ვისთანაც მიდიოდა ეს სასტიკადნაცემი დაზიანებული ხალხი და საყვედურები ძირითადად მდგომარეობდა იმაში, რომ ჩვენ არ ვიცოდით სამედიცინო ინფორმაცია, ანუ ვიცოდით ადამიანი რომ გამოდიოდა და ყვებოდა რომ მარშრუტკას შემაგდეს და იქ მცემეს და ასე შემდეგ, მაგრამ სამედიცინო კუთხით რა დაზიანებები ქონდა, რამდენად მძიმე იყო, რამდენი ხანი დაჭირდებოდა მას მკურნალობა და ასე შემდეგ, ეს არ ვიცოდით. არსებობს რამე სხვა კვლევა ამ მიმართულებით, რომელიც ჯერ არ გვინახავს და გამოქვეყნდება, თუ ეს ნაწილი დარჩა ისე როგორც იყო. მაგ მხრივ წესით სტატისტიკური მონაცემები ზოგადად რომ აბსურდული იყო, პირველ დღეებშიც ჩანდა, იმიტომ რომ მე-9 დღეს თქვეს, რომ რაღაც 100 კაცი იყო დაზარალებული დემონსტრანტებში, ხო, როდესაც მე მაგალითად ერთ-ერთი ჩემი მეგობარი დაიჭირეს,
გაлахეს და რომ მივიყვანეთ უკვე კბილი ქონდა გატეხილი, ცხვირი ქონდა გატეხილი, კბილები არ ქონდა, იქ ველოდებოდით გარეთ და მარტო ჩვენ აი სადღაც 2-3 საათის მონაკვეთში ერთი 15 კაცი ვნახეთ ხეჩინაშვილის კლინიკაში რომ მიიყვანეს. რომელი დღე იყო ხო არ გახსოვთ? ეგ იყო 30 იყო როგორც მახსოვს. 30 რო თენდებოდა ის დღე იყო. შესაბამისად სტატისტიკის მხრივ ეს ექიმების და ზოგადად სამედიცინო სისტემის პრობლემაა, რომ ზუსტი სტატისტიკა შეიძლება ვერასდროს ვერ გავიგოთ. იქიდან გამომდინარე, რომ ერთი შეიძლება მართლა არ უნდადეს ვიღაცა ექიმის პოლიტიკური იმაში ჩარევა და მაგალითად მე რო აქ 319 მუხლი იყო, 319 მუხლით. კი, 319 იყო. მიუყენონ და მეორე და ვარიანტი მიკერძოებული ეძახო. მეორე ვარიანტი არის ის, რომ როდესაც ნაცემი ადამიანი მიდის, თუ სწორად მახსოვს, უნდა დარეკოს პოლიციაში და იყო დემონსტრანტების ნაწილი, რომელიც უარს ამბობდა ამაზე. და თავისი ინფორმაციის გასაჯაროებას. რო სტატისტიკის ნაწილად ყოფნაზე. პოლიტიკი, ანუ იქ რაღაც კონკრეტული დიაგნოზი რო დასვან, რომ ვიღაცა ფიზიკური დაზიანებით არის მისული, მერე საქმე უნდა აღიძრას და როგორც მახსოვს, პოლიციაში უნდა დარეკოს ნებისმიერ ვარიანტში ექიმა და იყო დემონსტრანტების ნაწილი, ანუ ორივე მხრივ არის აქ ლაფსუსი, რის გამოც შეიძლება სწორი სტატისტიკა ვერასდროს ვერ გავიგოთ, ესე ფიზიკურად ვინც დაზარალდა იმ ადამიანებისგან. ასევე ამის გარდა შემდგომი კვლევები, ახლა ჩვენ რო 357 კაცისგან შევაგროვეთ ეს პირველადი მონაცემები, ეს ხო არ არის 100,000 კაცი შესაბამისად, განზოგადება შეიძლება რაღაც პლუს-მინუს ფარგლებში მოვახდინოთ, მაგრამ უფრო დეტალური კვლევა საჭიროებს, რომ უფრო მეტი ადამიანი შევისწავლოთ. თქვენი კვლევა პლუს-მინუს რამდენზე შეგვიძლია განვაზოგადოთ? ეს ზოგადად 95 confidence interval-ი 95% არის შესაბამისად, ამის მიხედვით უნდა ვიხემძვანელოთ, რომ ამ დიაპაზონში შეიძლება ჩაჯდეს ჩვენი მონაცემები, მაგრამ რაც უფრო მეტი ადამიანი არის და რაც უფრო დივერსიფიცირებული არის, ეხლა ჩვენ მაგალითად ერთ-ერთი შეზღუდვა რაც გვაქვს ამ კვლევის ფარგლებში არის, რომ ვისაც ესე უბრალოდ კი არ ყველა კი არ განვიხილეთ, არამედ ვინც ჩათვალა, რომ კი ბატონო, ვინც ჩათვალ შეიძლება აქ მაგალითად ზოგადად რო შეისწავლო საპროტესტო დემონსტრაცია პროცენტები დიდი ალბათობით დაბლა წამოვა, იმიტომ რომ აქ კითხვარს უფრო დიდი შანსია შეევსო მიკერძოების მხრივ იმ ადამიანს, ვისაც სიმპტომები ქონდა უკვე ან რაღაცა კონკრეტული აწუხებდა, ხო? აქედან გამომდინარე, ეს ლიმიტაციაც რა თქმა უნდა არის და უფრო სტატისტიკური ზოგადად როგორც CDC მუშაობს მაგალითად ნორმალურ ქვეყანაში ამერიკაში ამ შემთხვევაში, ეგრე უნდა მუშაობდეს, რომ სავადმყოფო თვითონ უნდა აგზავნიდეს სტატისტიკას და მერე უნდა იყოს ორგანო, რომელიც არის დამოუკიდებელი ამ სტატისტიკურ მონაცემებს ასაჯაროებს ექიმებს ესეთი მსგავსი კვლევა ზოგადად არ უნდა აღჭირდებოდეს, რომ ჩავატაროთ, ხო, ნორმალურ ქვეყნებში ეს კეთდება დაავადებათა კონტროლის ცენტრის ამ მსგავსი ორგანიზაციის მიერ, იმიტომ რომ ეს არ არის მხოლოდ ერთი კონკრეტული პაციენტის და კლინიკური კონკრეტული დაავადების ან რაღაცის პრობლემა, ეს არის საზოგადოებრივი ჯანდაცვის თემაც, იმიტომ რომ როდესაც ესეთ არადისკრიმინაციულ აგენტს იყენებ, შენ საზოგადოებრივი ჯანდაცვაც ნებისმიერ ვარიანტში უნდა ჩართო იქ, როგორც ჰაერის დაბინძურებაზე მაგალითად, ხო, ეს ხომ მარტო გარემოს დაცვის პრობლემა არ არის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის პრობლემაც არის და შესაბამისად და მარტო დაინტერესებული პირებიც არ სუნთქავენ ამ ჰაერს. კი ბატონო, ხო, ანუ როგორც იგივე იმას, ხო, ეხლა დარწმუნებული ვარ, რომ 100% რუსთაველზე ვინც გადის, გამოდის, არ არის პროტესტის მხარდამჭერი, ხო, იქ იქნება რაღაცა წილი, მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს წილი მცირე არის, მაგრამ კოცებს რო კითხო, მეტიც არიან, ხო, და რეალურად თუ გადის 100,000 კაცი ის სიტყვაზე ვამბობ, ანუ უბრალოდ გამოლელი, ან სკოლაში მიდის, მიყავს ბავშვი, ან თვითონ პარლამენტშიც მიდიან და ასე შემდგომ, იქ ესე იგი კარგი ბლომად არის ისეთი ხალხი, რომელიც პროტესტის ელექტორატშია თუ არ არის ელექტორატში, ანუ არ ხვდება, ხო, და აქედან გამომდინარე, ეს მარტო ანუ კომპლექსური პრობლემა არის ზოგადად, სადაც გამბედაობაც არის პრობლემა, სისტემა რო არ არის აწყობილი, ეგეც პრობლემა არის და ადამიანებსაც რო შიშის ფაქტორი აქვს, იმიტომ რომ ეხლა ადამიანი როდესაც გაალახეს და რა ყბა მოტეხეს, ხელი მოტეხეს, ფეხი მოტეხეს, იმას პოლიციასთან ურთიერთობა არ უნდა, ხო? ანუ ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მაგალითად ჩვენი დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი რომ მუშაობდეს ისე როგორც
ამგვარი ორგანიზაცია წესით და რიგით მისი იდეისა და კონცეფციის მიხედვით უნდა მუშაობდეს ინფორმაცია ნებისმიერ აქციაზე დაშავებულების შესახებ ბევრად ზუსტი და ბევრად მკაფიო უნდა ქონდეს იმის მიუხედავად დაინტერესებული პირები კვლევებს ჩაატარებენ ინტერვიუებს გაცემენ თუ რა მოხდება კი ზოგადად სტატისტიკურ ანალიზს ძირითადად ჯანდაცვის სამინისტროსაც ეკუთვნის რაღაც ნაწილი მაგრამ დიდი ნაწილი დაავადების კონტროლის ცენტრი იმიტომ ქვია რომ ის აანალიზებს ამ პარადიგმებს და გადამდებდა დაავადებებს, არაგადამდებდა დაავადებებს და ასე შემდგომ. არის რაღაცა პრობლემები მაგალითად, რაც როგორც მახსოვს ახლა არ მინდა შევწდე, მაგრამ რახან აი ესეთი საჯარო სიტუაცია და ამდენი ადამიანის ქოლგის ქვეშ ხდება, როგორც მე მახსოვს, ეს მარტო ჯანდაცვის სამინისტროს პრეროგატივა არ არის, ასევე დაავადებათა კონტროლის პრეროგატივაც არის, იმიტომ რომ ბევრი დაავადება შეიძლება გამოიწვიოს კონკრეტულად ამ ჰაერის დაბინძურება მოწყვა ჯგუფებმა თუნდაც იგივე ჩვეულებრივი ცხელმსადენი გაზის უბრალო უპრაკუნო ექსპოზიციამ. ხო, აქედან გამომდინარე, ეგ ყველას პრობლემა არის. ჯანდაცვის სამინისტროს მაგალითად იმ პეტიციის მერე გაკეთებული აქვს განცხადება, როგორც მახსოვს და თქვეს, რომ ჩვენ არ გვეხებაო და რაღაც ის რაც გამოიყენესო, ისეთი არაფერი არ იყო და შესაბამისად ფეხზე დაიკიდეთო ფაქტობრივად ეგეთი. მე გეტყვით რა მონიშნული მაქვს პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობის ზოგადი შეფასებისა და მათთვის პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევისას გავრცელებული სიმპტომატიკიდან გადახრას ან რაიმე სხვა გაუთვალისწინებელ გამოვლინებას ადგილი არ ქონია. ეს თქვა ჯანდაცვის სამინისტრომ 2025 წლის იანვარში. კი ბატონო, ხო და ანუ ამის ეს ზედაპირული იმის მეტი არაფერი არ უთქვამთ, ხო და რეალურად, როდესაც აი მაგალითად ჩვენ ვიპოვნეთ ორი ადამიანი, რომელსაც ფილტვების ძიმე დაზიანება ჰქონდა და უშუალოდ ამასთან არის კავშირში, იმიტომ რომ სიმპტომების დაწყებაც უბრალოდ ემთხვევა იმ დემონსტრაციებზე სიარულს, მიმდინარეობაც ემთხვევა თუნდაც იგივე ისეთ მიმდინარეობას, რაც აღწერილია ლიტერატურაში და ჩვენი მოგონილი არ არის და შესაბამისად, ანუ ეგ ხო დაუდევრობაზე თუ აღძრავენ ასე ვთქვათ კიდევ ერთ საქმეს არა ამ საქმის ფარგლებშივე ალბათ შესაძლებელია რომ რეალურად ჯანდაცვის სამინისტროსაც მიადგე დაავადების კონტროლულსაც მიადგე იმიტომ რომ გეტყვის აღმასრულებელი ხელისუფალი რომ რატო არ მითხარი რომ ესეთი რაღაცა ხდებოდა ხო თეორიულად ეგეც შეუძლიათ და თქვენ როგორც ექიმს რა მონაცემების ქონას ისურვებდით სრული სურათისთვის რამდენად ძიმე იყო ადამიანების დაზიანება, იმიტომ რომ თქვენ კვლევაში არ არიან ადამიანები, ვინც ფიზიკური დაზიანება იყო, ანუ ვინც პოლიციამ ცემა უხეშად რო ვთქვათ და ესე მოხდა კლინიკაში, ეს ხალხი თქვენი კვლევის ნაწილი არ გამხდარან. და ჩვენ ვიცით, რომ ესეთი 500-მდე ადამიანი იყო საბოლოოდ წლის ბოლოსვე, უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა, მათ შორის სახალხო დამცველმაც, თქვა რომ წამებას, სიტყვა წამება ახსენა, ხო, ადამიანებთან კავშირში, ამ წამებას ჰქონდა ადგილი. აი ეს რამდენად დიდი იყო ჯანდაცვის ზიანი დემოკრატიას და ყველაფერს რო თავი დავანებოთ. ეს რო შეაფასოთ, რა მონაცემების ქონას ისურვებით, რომ მოეგროვებინათ მაგალითად სახელმწიფო უწყებებს. მე კონკრეტულად ეხა თუ მინდა რომ კონკრეტულად დემონსტრაციაზე რაც მოხდა ის ყველაფერი შევისწავლო ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, მჭირდება რომ ის ადამიანებიც ყავდეს, მაგალითად, ვისაც სახეში მოხდა, მაგალითად ალექსანდრე თირქია, ერთი ბატონო თავის ქალა დაუზიანდა, ვინც გალახეს, ისინი ყველა უნდა მყავდეს, ასევე უფრო დივერსიფიცირებული საკვლევი ჯგუფი გვჭირდება, ვიდრე ჩვენ გვქონდა, აი თუნდაც იგივე ის პრობლემა, რომ ამოვიღოთ თავიდან, რომ თავისინებით კი არ მოვიდა, აი შევთავაზეთ და დაგვთამხდა, ეგ უფრო ასე ვთქვათ, ისეთ საკვლევ ნიმუშს მოგცემდა, რომელიც ნაკლებად დაინტერესებული ხალხი გაყოლოდა. ნაკლებად დაინტერესებული ხალხი არის და შესაბამისად ის პროცენტობაც უფრო განზოგადებადი იქნებოდა, ვიდრე ეხლა არის, ხო? სავარაუდოდ რაღაცა პროცენტობები დაბლა ჩამოვიდოდა, უფრო ფართო სურათში, მაგალითად, ეხლა ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ რახან 347-დან 2 ადამიანს ჰქონდა მძიმე ფილტვების დაზიანება, ეს იყო კონკრეტულად რამდენი პროცენტი გამოდის, 2 გაყოფილი 3-ზე, 0.7%-ზე ვერ ვიტყვით, ხო, რომ 100,000 კაციდან სიტყვაზე 0.7%-ს ჰქონდა, ხო? აი ეს პროცენტებსაც უფრო დავალაგებდით, ვიტყოდით კონკრეტულად რა გართულებები უფრო დეტალურად იყო, ასევე კვლევების მიხედვით ფინანსური საშუალება რომ ქონა და თუნდაც იმ დეპოზიტებს შევაფასებდი, ამ ინფორმაციას დაყრდნობით დავამატებდი იგივე დეპოზიტებს შევაფასებდი, რას ნიშნავს რა კვლევის ენაზე? კი ბატონო. აი ეს კრისტალები შეიძლება საბანკო ტერმინი ვიჭროს. ხო, ანუ შეიძლება დაგროვდეს უბრალოდ ეს კრისტალები, სადაც და ფილტვებსაც მაგალითად მაგ პრინციპით აზიანებს, რომ იქ გროვდება ეს კრისტალები
კრისტალი მე შეიძლება არაფერს აღარ აზიანებდეს, მაგრამ იმუნურ სისტემას უნდა მისი მოშორება, შესაბამისად განთებითი პროცესი მიმდინარეობს, რომ ეს კრისტალები მოიშოროს, ხო? სხვადასხვა ორგანოდან დავაზუსტებდი ამას, რომელი ორგანო უფრო მირჩევნია, რომ ავიღო, თქვა სიტყვაზე ბიოპტატი და იქ ნახო არის თუ არა ნამდვილად ეს დაზიანება თან თმის ღერიდან თუ შეიძლება მაგის იგივეს გაკეთება, იგივე გავაკეთო. ოღონდ დავამატებდი არა მარტო ეგრეთ წოდებულ CS-გას, რომელიც არის ცერმსადენი გაზი, დავამატებდი თუნდაც ამ ციანიდის ერთ-ერთ ნაირსახეობას, ხო? ასევე ყველას გავუკეთებდი რენტგენოგრაფიას მინიმუმ და ყველას გავუკეთებდი სპირომეტრიას და ფილტვის ფუნქციურ სინჯებს, რომ გვენახა თვითონ ფილტვის ფუნქცია როგორი არის, ხო? ხო, აი ამ მინიმუმ ამ რაღაცებს დავამატებდი, უფრო ფართო საკვლევი ჯგუფი, უფრო მეტი გამოკვლევა. და იდეალურ სამყაროში ეს შეიძლება და სახელმწიფოს აიღო თავის თავზე? აი მაგალითად იგივე დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ჯანდაცვის სამინისტროს. იდეალურ ქვეყნებში შეიძლება დაფინანსება მეცნიერებაში არ იყოს წილი და შესაბამისად ვიღაცა ორგანიზაციამ დაფინანსოს ეს ყველაფერი და სახელმწიფომ ხელი თუ არ შეგიწყოს, მინიმუმ ხელი არ შეგიშალოს, ხო? და დარწმუნებული ვარ, რომ ეხლა ჩვენ რომ მსგავსი ფინანსები გქონოდა და არ ყოფილიყო ეს ყველაფერი მოხალისეობრივი და შესაბამისად დონორი ყოლოდა ადგილობრივი ან საერთაშორისო, აქ ნებისმიერ ვარიანტში წამოვიდოდა ფეხის დადების ელემენტები და შესაბამისად ყველაფერს ეცდებოდნენ, რომ უფრო და უფრო ნაკლები ადამიანი ჩართულიყო, ხო? დემოკრატიულ ქვეყნებში ასევე ნაკლები იქნებოდა იმ ხალხის რაოდენობა, ვისაც პოლიტიკური ანგარიშწორების მიზნით არ შეეშინდებოდა მოსვლა, იმიტომ ეს იყო თქვენ შემთხვევაში? გრძნობდით, რომ ადამიანები ფრთხილობდნენ? იცით რა არის, ეხა 347 კაცი რო ავსებს კითხვარს და მე 79 მოდის, ალბათ იყო რაღაც ნაწილი, რომელსაც უბრალოდ დაეზარა და იყო ალბათ რაღაც ნაწილი, რომელსაც ფიზიკურად მოსვლა არ უნდოდა, ხო? და იქნება არ იყო ის მძიმედ, რომ საჭიროებდა კვლევას? არა, მაგაზე იყო ბევრი ის, რომ გამიარა ყველაფერმა, მაგრამ ჩვენ ვეუბნებოდით, რომ ჩვენ მაინც გვჭირდება, იმიტომ რომ სტატისტიკური ანალიზისთვის მე თუ ავიღე მარტო ის ადამიანები, ვისაც ეხა მძიმედ არის და ის, რა თქმა უნდა, გავზდი ხელოვნურად იმ პროცენტობებს, რაც არის, ხო და ეგ არ გვაწყობდა ჩვენ და აქედან გამომდინარე, მაგას სატელეფონო ინტერვიუს დროს ყოველთვის ვეუბნებოდით, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია სულ რომ ჯამთელი იყო, გვირჩევნია რომ მოხვიდე, გავაკეთოთ ანალიზები, რომ უფრო სტატისტიკური მონაცემები უფრო სარწმუნო იყოს, ვიდრე ეხა შეიძლება არის. კოტე, რამდენი ხნის განმავლობაში შეიძლება ადამიანს ჰქონდეს ჯანმრთელობის, არ ვიცი, შეუქცევადად დაზიანება, როდის იწყებს ორგანიზმი აღდგენას ესეთი სტრესისგან, რაც იყო, იმიტომ რომ ეს ხო არ იყო მარტო წყლის ჭავლი, ეს იყო ნერვიულობა, დაძაბულობა, ვიღაცას აკავებენ, ანუ ბევრი რამე იყო ეს. გარდა ფიზიკური ზემოქმედებისა იყო ბევრი კომპონენტი, მოკლედ არის გამოც ადამიანები თავს ცუდად გრძნობდნენ, ხო, იგივე გადაღლილობა, სისუსტე და პოსტტრაუმული სინდრომი. მე მგონი ზოგადი ვითარების ამბავი უფრო იყო, ვიდრე წიწაკის სპრეის გამოყენების. საინტერესო იყო, რომ მეორე ადგილზე თუ მესამე ადგილზე იყო უკვე მერე, ანუ არა ის ხველა, რაღაც გულისრევა, პირღებინება, არამედ ეს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები. კი ბატონო, ეგ იყო, ჩვენ რა თქმა უნდა გავაერთიანეთ, ეხლა ცალ-ცალკე რომ ჩამოგვეწერა ყველაფერი, უფრო მოსაცილეც იქნებოდა და შესაბამისად ხო, მაგასთან რაღაც self report-ით არის, ნაკლები წონა აქვს, ვიდრე პროფესიონალის მიერ შეფასებას, ხო? კი ბატონო. ეგეც რა თქმა უნდა, ნახსენები გვაქვს კვლევაში, რომ self report-ი data არის და კითხვარის მონაცემები, რაც გავაანალიზე და შესაბამისად ნაკლები სარწმუნოება აქვს, ვიდრე ჩემთან რომ მოვიდა, მე რომ შევაფასე, დიაგნოზი დავსვი და ასე შემდგომ, ხო? და საინტერესო არის ის, რომ მესამე ადგილზე იყო ერთი თვის მერე, ანუ ხველის და დაღლილობის მერე, მესამე ადგილზე იყო ფსიქიკური პრობლემები, რაც ზოგადად ყველაზე რთული მოსაგვარებელია. იქიდან გამომდინარე, რომ თან რეზოლუცია არ დადგა. ანუ ჩვენი მიზანი რაც იყო ჯერჯერობით არ არის მიღწეული და ამ ბრძოლაში კიდევ შეიძლება ეს ადრენალინის ფონზე და ასე შემდგომ, როდესაც იბრძვი ვერ ატყობ, მაგრამ შეიძლება უცბად მე რაღაცა აი კონკრეტული გადაჭრა რო იქნება ამ პრობლემის, მე უფრო წამოვიდეს ეს საკითხები. ამიტომ ეს შეიძლება ჯერჯერობით არც არის გადაწყვეტილი 1 წლის თავზე. რაც შეეხება ფიზიკურ პრობლემებს, მაგალითად პნევმონიტზე მე რაც ლიტერატურაში მოვიძიე, შეიძლება ქრონიკული მდგომარეობა იყოს და არც გაუმჯობესდეს
არასდროს მიუხედავად სტეროიდების მიღებისა და ასე შემდგომ, ხო? არის კანის დაზიანებები, როგორც წესი, რომელიც ქრონიკულადაც შეიძლება გაგრძელდეს, ანუ ჩვენ რაც ლიტერატურაში მოვიძიეთ ახლა, იმიტომ რომ ჩვენ რაც მასალა გვაქვს იქ, სადაც 1 თვის თვენახევრის მერე აქვს შევსებული დარბევები, რაც მორჩა უმეტესობა მონაწილეს და შესაბამისად ამის ზუსტი მონაცემი ჩვენ არ გვაქვს, მაგრამ ლიტერატურაში რო გადაიკითხოთ, არის ესეთი შემთხვევებიც, რომ მაგალითად კანის დაზიანებები შეიძლება გაგრძელდეს. ფილტვის დაზიანებას, რა თქმა უნდა, ყველაც გაუგრძელდება, დაღილობა შეიძლება ასევე გაგრძელდეს, იმიტომ რომ ზოგადად თუ ეს დარჩენილი კრისტალები იმუნურ სისტემას ასტიმულირებენ, მერე ეს იმუნური სისტემა, როგორც აი სიცხერო გაქვს ავადობის დროს, ამ დაღილობას და იმას შეიძლება იწვევდეს, ხო? და აი ესე კონკრეტულად როდის გაივლის ყველაფერი ცოტა რთულია თქმა, მაგრამ არის რაღაცები, რომელიც შეიძლება მთელი სიცოცხლის მანძილზე პრობლემა შეგიქმნას და აი პნევმონიტები რომ მოძებნოთ მაგალითად ძირითადად აქვთ ხოლმე პროფესიული კუთხით ადამიანებს, რომელიც ამ ფქვილთან მუშაობს, ან მშენებლობაზე მუშაობს, ან მეშახტე არის, როდესაც პირობებს არ იცავენ, იმიტომ რომ პირობებს თუ იცავენ, მერე ძალიან მაინც ახ კანის დაავადებების და რაღაცების ის აქვთ ხოლმე, მაგრამ ყოველ შემთხვევაში რესპირატორული განვითარებები იშვიათად არის, მაგრამ პროფესიულ დაავადებებს რო გადახედოთ, აი ეს პნევმონიტები და ასე შემდგომ, როგორც წესი, შეიძლება იყოს დამაინვალიდებელიც კი და რაც იმას ნიშნავს, რომ შეიძლება შეშმო პირის კრიტერიუმებს აკმაყოფილებდა იმდენად დაგიზიანოს სიტყვაზე ფილტვები და სასუნთქი გზები. მაგრამ თქვენ შემთხვევაში მე მგონი ეგ იყო კიდე საყურადღებო თქვენ კვლევაში, რომ დიდი განსხვავება არ იყო იმას შორის, ვისაც პირბადე და ნიღაბი ეკეთა დასაცავად და მათ შორის ვისაც პარაგრაფი გვაქვს, რომელშიც სპეციალურად ჩავწერეთ, იმიტომ რომ რამოდენიმე ვარიანტი არის. მაგ ერთი ვარიანტია, რომ self-reported data არის და შესაბამისად მას აქ აღქმა რო არ უშველა, მაგრამ სინამდვილეში უშველა? სანდო არ არის მთლად თვით დარეპორტებული, ასე ვთქვათ, რაღაცა მონაცემები. მეორე ვარიანტი არის, რომ იმდენად მძაფრი იყო პირველივე ექსპოზიცია, რომ მერე ფიზიკურად ვეღარც მოვიდა და გაუგრძელდა სიმპტომები და მესამე ვარიანტია, ოღონდ ეს უკვე აირწინაღზე და ნიღაბზე, რომ აირწინას არ იკეთებდა როგორც საჭირო იყო, ან მაგ კიდე ერთი ვარიანტი გვაქვს, რომ შეიძლება იმ ტერიტორიაზე ზოგადად იმდენი იყო, რომ მარტო იყენებდა, როდესაც აქტიურად აგდებდნენ და აი რაც ჩვენ მოვყევით დასაწყისში რომ იქ რომ მივდიოდი მაინც მქონდა რაღაცა სუნი, უბრალოდ რაღაცა სიმპტომების გამოვლენა რომ მქონდა, ესე იგი იქ კონკრეტულად სულ უნდა გვეტარებინა მაშინ და ეგრე უფრო აი კონტროლირებად კვლევაში უფრო სწორი ეგრე იქნებოდა, მაგრამ აი მაგალითად ის ჯარისკაცებში რომ შეისწავლეს, იქ დარწმუნებული რომ რესპირატორული სიმპტომები გაცილებით უფრო ნაკლები იქნებოდა, ვიდრე ჩვენ რაც შევისწავლეთ, იმიტომ რომ ისინი თავიდან ბოლომდე, როდესაც ექსპოზიცია ჰქონდათ, სწორად იკეთებდნენ და თავიდანვე ალბათ. კი, თავიდანვე, იქ არის, მე მგონი, აი როგორც აღწერდნენ, რაღაც ოთახის შენობის გაწმენდა და იქ შეაგდეს, ასე ვთქვათ, ცრემლსადენი გაზი, იქ რაღაც ტერორისტები განწმენდა რაღაცა და იქ და რაღაც 2 წუთში უნდა გამოხვიდე მერე და შესაბამისად ის მისია უნდა შეასრულო შენს გუნდთან ერთად, თუ სწორად მახსოვს, ესეთ რაღაცა სპეცრაზმელებს იკვლევდნენ და იქ უფრო ნაკლები იქნება, მე თუ მკითხავ სიმპტომები, მაგრამ ეს რახან არაკონტროლირებადი სიტუაცია უფრო სარწმუნო არის, იმიტომ რომ ჩვენ ვერ გავთვლით იმას, რომ აი, რა ვიცი, ხა იქ აქციაზე მიდიან სპეცრაზმელები, რომელმაც ნიღაბის კეთებაც სწორად იცის, სულ უკეთია. და ანუ რა ვიცი, მე როდესაც მიკეთია ხოლმე ნიღაბი, მიჭირს თქვა რაღაცა პერიოდის მერე, ფიზიკური დატვირთვის მერე და შესაბამისად ვიხსნი ხოლმე და ალბათ ეგეც აი ეს სამი ვარიანტი გვაქვს ნიღაბზე, დასწრებაზე, თვითონ დემონსტრაცია, როდესაც იშლებოდა იმ დასწრებაზე. ხო, აი ეს ანუ რამე რო იყოს შემდეგ იგივენაირ ვითარებაში, ალბათ მაინც ურჩევთ ადამიანებს, რომ ნიღაბი ეკეთოს. ნიღაბი სულ უნდა ეკეთოს და ხო, ამ მთელი დემონსტრაციის განმავლობაში ჯობია, რომ ეკეთოს ნიღაბი იქიდან გამომდინარე. რუსთაველის მეტროდან ავლაბრამდე ალბათ. დაასკვიოს. ხო, ან ყოველ შემთხვევაში იმ რაღაცა მონაკვეთში, სადაც სუნი არის, ხო? იმიტომ რომ ეხა მაგალითად სუნი
მე ყოფილ ვარ თუნდაც იგივე წინა ხაზზე, ასევე ყოფილ ვარ იქით რა ქვია იმას ბილტმორთან სადღაც და ბილტმორთანაც ქარს გააჩნია საით უბერავს. იყო მაგალითად 29-ში როგორც მახსოვს ქარი იქით უბერავდა და აქეთ არაფერი არ მოდიოდა და 30-ში პირიქით იყო რომ ქარი აქეთ უბერავდა და ყველა თითქმის იგივე ეფექტით მოდიოდა ლამის ბილტმორამდე რაც წინა ხაზებზე მქონია გამოცდილება. დღეს უნივერსიტეტთანაც კი, რომელიც საკმაოდ არის დაშორებული ბევრად უფრო ვიდრე ბილტმორი, ისეთი სუნი იყო, ვფიქრე აქაც აქცია ხო არ იყო თქო ღამის საათებში, როგორც ჩანს ქარიანი დღე იყო და ქარს მოქონდა. მოდი მე ვიკითხავ იმას, ეჭვიანი ადამიანის კითხვას. თქვენ ხართ პედიატრი, ხო? და თქვენი მამაც და ძმაც, რომელიც არის ამ კვლევის თანაავტორები, არიან პედიატრები, ხო? მეოთხე ოჯახის წევრი ვინ არის? კარდიოლოგი. ოკეი. ანუ პედიატრებმა დედა ჩემი და მამა ჩემი არის დედა კიდე ერთი ოჯახის წევრი. და კიდე გელა ჩვენი მეგობარი ღუნაშვილი არის კარდიოლოგი და შესაბამისად ამ კარდიოგრამების გაშიფროში და შემდგომ პროფესორ ისენი გვეხმარებიან. ხო, ანუ ჩემი კითხვა იყო, რატო გადაწყვიტეთ პედიატრებმა და კარდიოლოგებმა, როგორც გაირკვა, ტოქსიკოლოგიის ველში შესვლა. ეს ამ კვლევას სანდოობას ხო არ უკარგავს? რადგან სანდოა პედიატრების ჩატარებული ტოქსიკოლოგიური კვლევა. მე მაგის ეს შეიძლება ვიკითხოთ. არა, ეს თუნდაც იგივე ჟურნალში, როდესაც იგზავნება და peer review-ის გადის, იქ ტოქსიკოლოგები ამოწმებენ ამ კვლევას და არ ამოწმებენ პედიატრები, ხო, ანუ შენი პროფესიის მიხედვით არ ამოწმებენ. იქიდან გამომდინარე, რომ მათ ჩათვალეს, რომ ღირებული კვლევაა და გამოქვეყნება ღირს, ამ შემთხვევაში ეს არის ჩემთვის კრიტერიუმი, რომ ანუ ამ კვლევის ღირებულებას სამეცნიეროს არ აკნინებს ის, რომ ტოქსიკოლოგის ჩატარებული არ არის. ტოქსიკოლოგი შეიძლება დაემატებინა დამატებითი კვლევები და უფრო ყოვლისმოცვალი ყოფილიყო. ყოველ შემთხვევაში ამ კონკრეტულმა ჟურნალის რედაქტორმა და იმ ადამიანებმა, ვინც რეცენზია გაუწიეს ამ ასე ვთქვათ, ნაშრომს, კი ბატონო, ნაშრომს ჩათვალეს, რომ ის აკმაყოფილებდა იმ ჟურნალის კრიტერიუმებს და ჟურნალის რეიტინგიც გასათვალისწინებელია აქ, იქიდან გამომდინარე, რომ არის 78%-ილში, რაც საკმაოდ მაღალი არის და QWERTY სტანდარტს აკმაყოფილებს SNP-ს აქ 1/2-ზე მეტი. შესაბამისად, რახან მათ ჩათვალეს, რომ ღირებული კვლევა იყო და გადაწყვიტეს, ანუ არანაირი ვალდებულება ჩემთან პირადად არ ქონიათ. რო გამოქვეყნებინა. მე როგორც ასევე ეჭვიანმა ადამიანმა გადავამოწმე ინტერვიუმდე, როგორ პლატფორმაზე გამოქვეყნდათ ხო და მითითებულია, რომ ეს პლატფორმა არ არის სამეცნიერო ჟურნალი, თუმცა არის ყველაზე დიდი აკადემიური გამოცემების Elsevieris გამომცემლობა არის Toxicology Report-ი დაიბეჭდება დეკემბერში, ეს არის პრეპუბლიკაცია, ასე ვთქვათ და Scopus-შიც შეგიძლიათ გადაამოწმოთ Toxicology Reports და იქ ამოაგდებს მეტრიკებს თვითონ რაც აქვს ამ ჟურნალს. და ეხლა როგორც ექიმს ეგეთი კითხვა მაქვს, ეს ყველაფერი გავიგეთ. გამოძიებები, BBC-ის გამოძიება ცალკე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამოძიება ცალკე და ოცნების პასუხი იმაზე, რომ ისინი უჩივლებენ სასამართლოში BBC-ს. მაგრამ დღეს, ვინაიდან ორშაბათ დღეს ვწერთ ამ გამოქვეყნების დღეს, BBC-ის ფილმის გამოქვეყნების დღეს ამ ინტერვიუს, ბევრ ადამიანს ჰქონდა, არ ვიცი მაგას რა ქვია, ტრამვის გახსენების დღე, იმიტომ რომ ბევრი აქციის მონაწილე პოსტავდა დეკემბერ-ნოემბრის პოსტებს და იხსენებდა, როგორ ცუდად იყვნენ, ჰქონდათ სხვა სიმპტომები და როგორ მაშინ ამაზე არ უფიქრიათ, რომ ეს იყო დიდი და შესაძლოა რაღაცა ქიმიური ნივთიერებით მოწამლა, იმიტომ რომ მაშინ იყვნენ სხვა უფრო მძიმე და დაშავებული ადამიანებიც, ხო? აი ეს ზიანი, რაც ადამიანებმა მაშინ მიიღეს ციანიდით თუ ციანიდის გარეშე. ჯანმრთელობაზე რა ხნის განმავლობაში ახდენს გავლენას? ანუ შეიძლება ამ ადამიანებმა ეხლა კიდე უნდა მიმართონ ექიმს, რომ გადაამოწმონ თუ მაშინ ჩივილები ქონდათ, ეხლა როგორ არის? თუ დაგვიანებულია, თუ შეიძლება 3 წლის მერე ამოყოს თავი რაიმე პოსტტრაუმული სინდრომის ფორმით. ეს ინფორმაცია რახან დღეს დაიდო, მე მაგალითად ლიტერატურულ მოხილვა რახან ტოქსიკოლოგია არ გამიკეთებია ამ ციანიდის ერთ-ერთ ნაირსახეობაში, ვერ ვიტყვი თუ ეგ იყო გრძელვადიან პერსპექტივაში რეებია. მე შემიძლია ვთქვა, რომ ჩვეულებრივი ცემსადენი გაზის პირობებში თუ არაფერი ჩივილი აღარ გაქვთ, ნაკლებს ავარაუდოა და თითქმის გამორიცხულია, რომ რაიმე გრძელვადიანად გამოვლინდეს.
თუ წყლის ჭაულშია გარეული წიწაკის აი წყლის ჭაულში სადენი გაზი აი წყლის ჭაულში რო არის თუ არის გარეული და ექსპოზიცია მოხდა, მაგ შემთხვევაში აი პირველ დასაწყისში რაც ვთქვი, რომ იმდენად მაღალი დოზაა, როგორც წესი, ინტოქსიკაციის ნიშნები თავიდანვე იქნება და წესით თუ რაიმე სერიოზულია ეს სიმპტომები თავისით არ გაივლის, ხო? რაც შეეხება ცრემლსადენ გაზს და ჩვეულებრივ წიწაკის სპრეის. და რაც შეეხება ამ ციანიდს მართლა არ გამიკეთებია მიმოხილვა, ანუ ჭირდება რაღაც ჩაუჯდე, რომ გართულებები რა აღუწერიათ, ეხა 30-იანი წლების მერე აღარ გამოიყენება და ალბათ ძველი კვლევები იქნება, მაგრამ რის საფუძველზე აკრძალეს, მინიმუმ მაგას უნდა გადახედოს ადამიანმა და ალბათ ტოქსიკოლოგებს ასწავლიან გრძელვადიანი ექსპოზიცია რას იწვევს, რაც ზედაპირულად წავიკითხე, ნახე რომ მუტაციებს იწვევს გენომის დაზიანებას, რაც ავტომატურად იმას ნიშნავს, რომ შეიძლება შთამომავლობაზეც იმოქმედოს და მუტაცია ყოველთვის პრობლემა იმ ხრივ, რომ კიბოს რისკს ზდის, ნებისმიერი ტიპის მუტაცია, იმიტომ რომ ფაქტობრივად კიბოს ერთ-ერთი საწყისი არის, რომ რაღაც კონკრეტულმა უჯედმა დაიწყო გადაგვარება და შესაბამისად იმ კონკრეტული მუტაციის ფონზე ან თავს აღარ იკლავს, ან უკანა ეტაპზე გადავიდა დიფერენცირების, ან განვითარების და შესაბამისად მრავლდება ყველაფერი რესურსი თვითონ უნდა, ხო? გამომდინარე, ეს ორი შეიძლება ითქვას, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში ყველა უნდა მოელოდეს, მაგრამ მოკლევადიან პერსპექტივაში თუ არაფერი სიმპტომები არ გაქვთ, ეხა კონკრეტულად ექიმების კაბინეტებთან არ ჩამოდგნენ შესამოწმებლად? ანუ რუტინულ მე მოუწოდებ პირველში მოუწოდებ, რომ ზოგადად რუტინული შეფასება ისედაც წელიწადში ერთხელ ყველა ადამიანს უწევს და არ დაიზარონ და მივიდნენ, არა მარტო ბავშვებთან, ბავშვებს უფრო ინტენსიურად უწევს პირველი 3 წელი და მერე წელიწადში ერთხელ. არის კონკრეტული სასკრინინგო კვლევები, რაც ყველა უნდა ჩაიტაროს და შესაბამისად ამას ნუ გადაავადებენ, თუ მაგალითად სისხლიანი ხველა აქვს, ამასაც ნუ გადაავადებენ და მივიდნენ ექიმთან, თუ რაიმე სერიოზული პრობლემა აქვს, რა თქმა უნდა მივიდნენ ექიმთან, მაგრამ ესე უაზრო პანიკაში ჩავარდნას ანუ BBC-ის ფილმის ნახვის მერე მაინც და მაინც ექიმთან შეიძლება არ მიხვიდე ადამიანი. შეიძლება არ მიხვიდე, მაგრამ ალბათ უნდა გაბრაზდე, მაინც კონკრეტულად რა მდგომარეობაც არის ქვეყანაში, თორე შეიძლება ექიმთან მიხვიდეთ ამბულატორიულად, ისე რომ შეამფასოს ექიმაც, რომ რაიმე საეჭვო თუ არის მე იმის შესაბამისი კვლევა დაიწყოთ, მაგრამ კონკრეტულად ეხა რა ინფორმაციაც მე მწირი ინფორმაციაც მე მაქვს, რაღაც კონკრეტული ის არ უნდა იყოს, ხო და თუ ეს არ დადასტურდა და ცრემლსადენი გაზი არის, კიდევ უფრო ნაკლები შანსია, რომ რაიმე სერიოზული იყოს, თუ ეხა ამ კონკრეტულ შემთხვევაში რაიმე სიმპტომები არ გაწუხებთ, ხო? კეთილი. დიდი მადლობა.